არის მომენტები ცხოვრებაში, როცა ყველაფერი გეზარება და ვერა ვერ იწყებ პროდუქტიულობას. ყოველდღურად იღებ უხარისხო დოპამინს და ატყუებ თავს, რომ ხვალ დილით მოვიხოდები, მოდი ჯერ შევჭამ და მერე მოვიხოდები, არა, მგონი საღამოს ჯობია. ბევრი მიზეზი არსებობს ამ უმოტივაციო სიტუაციაში მოხვედრის. შეიძლება უკვე დიდი ხანია ასე ხარ. ბავშვობიდან აქ ავზივარ. შეიძლება ემოციურმა დისბალანსმა მოგიყვანა აქამდე. ქალებმა დაგუპეს შენ. ქალებმა. შეიძლება როცა რამეს იწყებდი მოტივაცია და ენთუზიაზმი მაღალი იყო, თუმცა ახლა ვეღარსად პოულობ. რადგან YouTube-ის მხრივ მეც უმოქმედობაში გადავეშვი ბოლო 2 თვის მანძილზე, შევეცადი ამ ერთგვარი სიზარმაცის სიღრმისეული შესწავლა. შესაძლო გამოსავლის შეჯამებაში დაგვეხმარება პირადი გამოცდილება, ნეირომეცნიერი პოლ მაკლინი და ფიზიკის ერთ-ერთი მამა, სერ ისააკ ნიუტონი. ხო, ნიუტონი მესმის რომ ცოტა გასაკვირია, მაგრამ დაგვეხმარება. 60-იანებში პოლ მაკლინმა შეიმუშავა მოდელი, რომლის მიხედვითაც ტვინი 3 ფენისგან შედგება. ეს ფენები ევოლუციურად სხვადასხვა დროს განვითარდა და თითოეულ სხვადასხვა როლი თუ ფუნქცია აქვს. რეპტილიური ტვინი, ყველაზე ძველი ფენა, პასუხისმგებელია თვითგადარჩენაზე, მუშაობს ინსტინქტურად. ქცევის ნიშნები: სუნთქვა, გულისცემა, ტერიტორიის დაცვა. ძუძუმწოვრის ტვინი, განვითარდა ადრეულ ძუძუმწოვრებში. ემოციების, მოტივაციისა და მეხსიერების ცენტრი. ძირითადი მისია: კომფორტი და ტკივილის არიდება. ქცევის ნიშნები: შიში, ჯილდოს ძიება, ზრუნვა. ადამიანის ტვინი. უახლესი და ყველაზე განვითარებული ფენა. პასუხისმგებელია ლოგიკურ ანალიზზე, გეგმებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე. ქცევის ნიშნები: თანაგრძნობა, კომუნიკაცია, მომავლის დაგეგმა. ტერმინოლოგიის გასამარტივებლად თითოეულ შეუსაბამოდ პერსონაჟი. ხვლიკი, მაიმუნი და ჯიგო. ამ ფენების აქტიურობისა და დომინაციის კარგი მაგალითია, როცა ავტომობილით მოძრაობისას ვინმე გზას ჩაგვიჭრის. ადრენალინი გამოიყოფა, გულისცემა ჩქარდება, რასაც მოყვება ყვირილი, სიგნალი, გინება. ეს მიანიშნებს რეპტილიური ტვინის დომინანტობაზე. ანუ ვიქცევით ინსტინქტურად. ვიცავთ ტერიტორიას აგრესიით ისე, როგორც ხვლიკი დაიცავდა. შემდეგი ეტაპი ძუძუმწოვრის ტვინის გააქტიურებაა. იწყება სიტუაციის ემოციურად და პერსონალურად მიღება. იბადება კითხვა ეს როგორ გამიბედა. ვცდილობთ ემოციური ბალანსისა და სიამაყის აღდგენას, რაც შეიძლება გამოიხატოს გაკიდებით და დამნაშავისათვის თვალებში ჩახედვით. თუ ეს ეტაპები ადვილად გადავლახეთ ან სულაც გადავახდით, ამის მერე აქტიურდება ნეოკორტექსი, ადამიანის ტვინი. შემოდის ემპათია. შეიძლება მას მართლა ჩემზე მეტად ეჩქარება, მომავალზე ფიქრი, არ ღირს ამაზე გაბრაზება და განწყობის გაფუჭება. შესაბამისად ვახერხებთ სიტუაციის რაციონალურად გატარებასა და დაკიდებას. სინამდვილეში მთელი კაცობრიობა ვცხოვრობთ ერთ დიდ ქვაზე, რომელიც წყდიათში მოძრაობს და დიდი მანათობელი სხეულის გარშემო ბრუნავს. თვითონ ეს მანათობელი სხეულიც კი რაღაც უფრო დიდის გარშემო ბრუნავს. შენი პრობლემები არაფერს ნიშნავს, ადრე თუ გვიან ყველანი დავიხოცებით. ასე წვრილმანებზე ნერვების მოშლა არ ღირს. ამ ყველაფრის დაკავშირება შესაძლებელია უმოტივაციო განწყობასთანაც. კარგად შეგვიძლია გავიაზროთ თუ რა არის ადამიანის მოუხოდავი მდგომარეობა ტვინის 3 ფენის მაგალითზე. ამ ზოგადი სიზარმაცისას ხვლიკი ორიენტირებულია გადარჩენაზე. მისი მთავარი მისია უსაფრთხოებაა. არიდებს თავს ყველაფერს და ცდილობს ენერგიის დაზოგვას. დამახასიათებელი ქცევაა, საქმეების გადადება, გაჭიანურება, უმოქმედობა. მაიმუნის მიზანი ემოციური ბალანსის აღდგენაა. მას უნდა ჯილდოს დაუყოვნებლივ მიღება. დამახასიათებელი ქცევა უმოტივაციობისას, სკროლვა, არაჯანსაღი კვება, ნაცნობი სერიალების ყურება. რადგან დომინანტური ქვედა ფენებია, ჯიგოს დაკარგული აქვს მიმართულება, მოწყვეტილია მიზნებს. უმოქმედობის გამო გრძნობს პასუხისმგებლობას და აქვს დანაშაულის შეგრძნება. უჭირს მკაფიოდ მომავლის დაგეგმა და საზრისის პოვნა. დამახასიათებელი ქცევებია ბევრი ფიქრი მოქმედების ნაცვლად და დაბალი თვითშეფასება. მოსახოდად და დასარესტარტებლად უნდა დავამშვიდოთ დომინანტური ფენები, ანუ რეპტილიური და ძუძუმწოვრის ტვინები, რადგან სანამ რაციონალურს, ანუ ჯიგოს მივაკითხავთ, მანამდე ირაციონალური უნდა მოვაწესრიგოთ. ხვლიკთან რომ დაულაგდეთ, სასურველია უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შეგრძნება. რეპტილიური ტვინი მშვიდდება, როცა გარემო პროგნოზირებადია და კონტროლს ექვემდებარება. დაასუფთავე, დაალაგე ოთახი, გაჭიმე სხეული, გადი სუფთა ჰაერზე, იზრუნე ჰიდრატაციაზე, დალიე წყალი. მიუხედავად იმისა, რომ მარტივი რაღაცები ჩამოვთვალე, შენ შეიძლება ფიქრობ, კი მაგრამ თუ უმოტივაციოდ ვარ, ეს ყველაფერი როგორ გავაკეთო? მოკლედ, ეს ხვლიკი არ არის დიდად გონიერი არსება. მასთან კომუნიკაციით ურთიერთობას ვერ დაალაგებ. ანუ არ გამოვა გონების ამ ფენის კონტროლი გონებითვე. ვერ მოაგვარე პრობლემას იმით,
რამაც თვითონ წარმოშვა პრობლემა. საჭიროა ჯერ ქმედება, შესაბამისი ფიქრები და ემოციები შემდეგ მოვა. სხეული და გონება გადაბმულია. ფიზიკური ქცევების ცვლილება გამოიწვევს ემოციურ და კოგნიტურ ცვლილებებს. ნიუტონის პირველი კანონის მიხედვით, უძრავი სხეული რჩება უძრავი, სანამ მასზე გარე ძალა არ იმოქმედებს. ანუ მცირე ბიძგსაც კი შეუძლია რეალობის ცვლილება. რეპტილიური ტვინის დამშვიდების შემდეგ შეგვიძლია მომდევნო ეტაპზე გადასვლა. რადგან მაიმუნი ორიენტირებულია ემოციებზე, ტვინის ამ ფენასთან უკვე მისაღებია შინაგანი დიალოგის წარმოება. ნუ იქნები ზედმეტად მკაცრი საკუთარი თავის მიმართ. თანამედროვე სამყარო ისეა მოწყობილი, რომ დიდად არაფერია გასაკვირი ადამიანის უმოტივაციოობასა და უენერგიოობაში. ჩვენი ინსტინქტების ექსპლუატაცია ხდება ყველა მხრიდან, რაც ძალიან ართულებს ბედნიერებისა და სტაბილურობის შეგრძნებას. შესაბამისად, თანაგრძნობა საკუთარი თავის მიმართ და გარე ზეწოლის აღიარება ახდენს ოქსიტოცინის გამოყოფას და ამცირებს კორტიზოლს, რაც აღადგენს ემოციურ უსაფრთხოებას. შინაგანი დიალოგის მერე, ისევე როგორც წინა ეტაპზე, ნელ-ნელა საჭიროა მოქმედებებზე გადასვლა. შეიძლება ითქვას, რომ დილით, გაღვიძებისას, გვაქვს დოპამინის გარკვეული დასახარჯი დოზა. რადგან ძუძუმწოვრის ტვინს არ გააჩნია მომავლის კონცეფცია, მაიმუნი ცდილობს აწმყოში. აქ და ამ წამს მიიღოს სასიამოვნო ჯილდო. ის შეეცდება გახარჯოს ეს დოპამინი ნებისმიერ შემთხვევაში, ჯანსაღი თუ არაჯანსაღი გზით. თუ არ მივაჩვევთ მაიმუნს ჯანსაღი დოპამინის გამომუშავებას, ის მიაგნებს არაჯანსაღ მეთოდებს TikTok-სა და McDonald's-ში. ასე რომ უნდა ვცადოთ ემოციურად სასიამოვნო აქტივობები, რომლებიც ზედმეტ სტიმულაციას არ ახდენენ და გამოყოფენ დოპამინს ნელა. უკეთ გასააზრებლად ისევ ნიუტონი და ამჯერად მისი მესამე კანონი მოვიშველიოთ. ქმედება იწვევს უკუქმედებას. ტვინი მუდმივად ინარჩუნებს ბალანსს უსიამოვნო და სასიამოვნო შეგრძნებებს შორის. თუ დღის მანძილზე იღებდი დაუმსახურებელ ადვილ დოპამინს, მაგალითად სერიალის მთელ სეზონს ჩაუჯექი, ტვინი დააბალანსებს ამას უსიამოვნო შეგრძნებით. დღის ბოლოს თავს იგრძნობ ცუდად, რადგან მთელი დღე შემოგეფლანგა. თუმცა მეორე მხრივ, როცა რთულ ერთი შეხედვით უსიამოვნო რაღაცას აკეთებ, ვარჯიში რთულ პროექტზე მუშაობა, ტვინი ანაზღაურებს ამ ძალისხმევას და გამოყოფს დამსახურებულ, ჯანსაღ დოპამინს. ალბათ ყველას გქონია შეგრძნება, როცა შუა ღამისას, ღამის 2 საათზე აღმოაჩენ, რომ ძალიან მოტივირებული ხარ. თქვი რომ შეცვლე ყველაფერს შენს ცხოვრებაში, აწყობ დიდ გეგმებს, წარმოიდგენ თუ როგორ გადაიქცევი ხვალიდან სრულიად სხვა ადამიანად. თუმცა დილით გაიღვიძებ და აღმოაჩენ, რომ ისევ ის ბითური ხარ, რაც მანამდე იყავ. საქმე იმაშია, რომ რა ცხოვრება წარმოიდგინე, ეგ იდენტობა არ გაქვს. შესაბამისი იდენტობის მისაღებად 10 სხვადასხვა რაღაცის დაალაგება და შესრულებაა საჭირო. რაზე ფიქრიც კი უკვე დამღლელია. დაუძლეველი მთაა წინ აგებული და ეს დაუძლევლობის შეგრძნება გაბრუნებს ხვლიკებთან და მაიმუნებთან, ნაცნობ კომფორტში. დაშალე და იბატონე. ჯიგოს უყვარს სიცხადე. შორეულ იდეალებზე ფიქრის ნაცვლად დაშალე ყველაფერი მცირე, ხელმისაწვდომ ნაბიჯებად. ნუ დაგეგმავ დღეს ისე თითქოს პროდუქტიულობის გურუ ხარ. 10 ტასკის ჩამოწერის და არც ერთი შესრულების ნაცვლად ფოკუსირდი მხოლოდ 2-3 დავალებაზე. მაგალითად, როცა ვიდეოს ჩაწერაზე ვფიქრობ, რაც ჩემთვის ჯერ არ არის ჩვეულებრივი და კომფორტული პროცესი, შემოდის უამრავი ფიქრი და საზრუნავი, რომ ბევრი კადრის გადაღება მომიწევს, იქ შესაბამისი მელოდიების მოძიება, საუნდ ეფექტების, ფერების კორექციაზე რაშვები და ასე შემდეგ, ედიტინგი და ეს ყველაფერი ერთად რო აირევა, ესე გასამკლავებლად, ანუ ცოტა გადამღლელი ფიქრებით ხარ დატვირთული. ამის ნაცვლად, რომ ესე არ მიუდგე საქმეს, სიტყვაზე ამ ვიდეოს ჩაწერა, რამაც გახადა შესაძლებელი, არის ნაბიჯ-ნაბიჯ დაქუცმაცებულად მიყოლა. რომ აი მაგალითად პირველი ნაბიჯი არის, რომ საერთოდ რაზე უნდა იყოს ვიდეო, ხო? ძალიან მარტივი ნაბიჯი. შემდეგ აი რას დაარქმევ? მხოლოდ სათაურზე იფიქრე. რას დაარქმევ ვიდეოს. სათაურს რომ მოიფიქრებ, აი ხა სკრიპტია დასაწერი. სკრიპტიც უკვე კომპლექსურია, ბევრი რაღაცისგან შედგება, რაღაცები უნდა ჩაშალო, ბევრი თავებისგან. ამიტომ ესე ზოგადად თუ მიუდექი, რომ აი დიდი სკრიპტი გაქვს დასაწერი, ესე შეიძლება გადამღლელი იყოს. ამიტომ აქაც ნაწილ-ნაწილ რომ მოდი მხოლოდ შესავალს დავწერ. აი შესავალი ჩემთვის რა იქნება საინტერესო პირველი რამდენიმე წამი. ამას რო დაწერ, აი დასასრულს მოდი რითი დავამთავრებდი ვიდეოს. და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დაქუცმაცებულად უკვე გადიხარ ფონს. აღწერილმა პროცესმა შეიძლება მოითხოვოს დღეები და კვირები, თუმცა აუცილებლად მოიტანს შედეგს. ადრე თუ გვიან ერთგვარი მომენტუმი იქმნება და გადაწყვეტილებების მიღება ხდება ზემოდან ქვემოთ, ინსტინქტებზე დაყრდნობის ნაცვლად. რადგან ვიდეოში ბევრი რამე განვიხილეთ და დავგეგმეთ, საბოლოოდ დასკვნის სახით მაინც მინდა ვთქვა, რომ
ალბათ აუცილებელი და მთავარი საფეხური არის დაწყება, რისთვისაც ერთი ძალიან საინტერესო მიდგომა მინდა შემოგთავაზოთ. როცა რამე რთულზე გაქვს სამუშაო, უბრალოდ შეუთანხმდი თავს, რომ დღეს ამ პროექტზე არ იმუშავებ. საერთოდ მუშაობის მსგავს არაფერს გააკეთებ, მხოლოდ მოემზადები, გახსნის შესაბამის ტაბებს, ჩამოწერ დავალებებს თანმიმდევრობით, მოკლედ გააკეთებ ყველაფერს, გარდა რეალურად მუშაობისა. როცა მეორე დღეს წინ ხვდება ყველაფერი მომზადებული, საქმე გაცილებით მარტივად გვეჩვენება, როგორც დასაწყებად, ისე გასაგრძელებლად.